შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თანამედროვე სამყაროში გემებისთვის ოკეანე საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ რეალურად ეს ასე არაა. ხანდახან ერთი არასწორი გადაწყვეტილება საკმარისია იმისთვის, რათა მრავალტონიანი ხომალდი წყალქვეშ აღმოჩნდეს. ამ ეპიზოდში გემებთან დაკავშირებულ ყველაზე წარმოუდგენელ მომენტებს გაჩვენებთ. მავრიტანიის სანაპიროსთან სათევზაო გემის ტაფრა 3-ის ეკიპაჟი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს ტერიტორია ძირითადი სავაჭრო გზის ნაწილს წარმოადგენს, ამიტომაც ხშირად აქ რამდენიმე გემი ერთდროულად დაცურავს, მაგრამ ამჯერად ორი გემის შეხვედრა შეჯახებით დასრულდა. ტვირთმზიდი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც ეკიპაჟმა დროული რეაგირება ვერ მოასწრო. მეორე გემს სულ რაღაც რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისთვის, რათა ის წყალქვეშ აღმოჩენილიყო. სერბეთში მდინარე დუნაიდან ზედმეტი მიწის ამოღების შემდეგ მუშებმა მიწა ბარჯაზე დაყარეს. ერთი შეხედვით ეს სტანდარტული ოპერაცია იყო, მაგრამ ამჯერად ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ წავიდა. მიწა ზედმეტად ბევრი აღმოჩნდა. გიგანტურმა ბარჟამ სიმძიმეს ვერ გაუძლო და შუაზე გადატყდა. ეს კადრები იემენში მდებარე ადენის ყურეშია გადაღებული. ერთ-ერთ გემს ასობით ცხვარი გადაჰყავდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეკიპაჟმა გემის ბორტზე იმაზე მეტი ტვირთი აიტანა, ვიდრე დასაშვები იყო. ამის გამო ზღვაში მოძრაობის დროს გემმა სტაბილურობა დაკარგა და გადაბრუნდა. წყალში ჩავარდნილი ცხოველების უმეტესობა ადგილობრივმა მეთევზეებმა გადაარჩინეს. ეს ტაივანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტია. გემის კაპიტნის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ხომალდი პორტში განთავსებულ ამ წეს შეეჯახა. მრავალტონიანი კონსტრუქცია ისე წაიქცა, თითქოს ის ქაღალდისგან ყოფილიყო შექმნილი. ეს შემთხვევა ნიდერლანდების ქალაქ არნემში მოხდა. გემის ანძა ელექტროსადენებს წამოედო. საბედნიეროდ გემზე ხანძარი არ გავრცელებულა, მაგრამ ეს ინციდენტი გვახსენებს, რომ ნებისმიერ საქმეში თითეული დეტალის წინასწარ გათვლა უმნიშვნელოვანესია. ვიეტნამში მდებარე ვუნგტაუს პორტში შესვლის დროს ქვანახშირით დატვირთულმა გემმა სიჩქარის შენელება დროულად ვერ მოასწრო. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბეტონის კონსტრუქცია მუყაოს ყუთივით შეიჭრა. ასეთი მასშტაბური ავარიები ყოველთვის მილიონობით დოლარის ზარალს ნიშნავს. ავსტრალიაში კერნსის პორტში შესვლის დროს ძრავის გაუმართავობის გამო სუპერიახტის კაპიტანმა სიტუაციაზე კონტროლი მოულოდნელად დაკარგა. საბოლოოდ მხოლოდ სანაპიროსთან მდებარე რესტორანი დაზიანდა, თუმცა შესაძლოა ეს შემთხვევა ბევრად უარესად დასრულებულიყო. მექსიკაში მდებარე კოსუმელის პორტი არის ადგილი, სადაც საკრუიზო გემები ყოველდღიურად ჩერდებიან, მაგრამ ამ რაიონში გემების დიდი რაოდენობის მიუხედავად ორი უზარმაზარი ხომალდის ერთმანეთთან შეჯახება ხშირი მოვლენა ნამდვილად არაა. Oh my goodness. ბელგიის ერთ-ერთ მდინარეში ორანი არხზე მდებარე მოძრავი ხიდისკენ მიემართებოდა. როგორც წესი, ასეთი კონსტრუქციები გემების მოახლოებისას იხსნება, რათა მათ უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ, მაგრამ იმ დღეს რაღაც არასწორად წავიდა. შესაძლოა ხიდის აწევა გვიან დაიწყეს, ან საერთოდაც ეკიპაჟმა სიჩქარე სწორად ვერ შეაფასა. რაც არ უნდა იყოს, ორანი პირდაპირ ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ხიდის შეკეთებას წელიწადზე მეტი დასჭირდა. ბრაზილიაში მდებარე მდინარე მადეირაზე მაღალი სიჩქარით მიმავალი ბორანი ხიდის საყრდენს შეეჯახა. ეს შემთხვევა განსაკუთრებით საშიში იყო, რადგანაც შეჯახების დროს ხიდი შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩამოშლილიყო. Small 2013 წლის 19 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის სანაპიროსთან უზარმაზარი ტვირთმზიდი, რომელსაც 10 ტონა ქვანახშირი გადაჰქონდა რიფს შეეჯახა. თავდაპირველად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, მაგრამ მოულოდნელად დაწყებულმა ქარიშხალმა ყველაფერი გააფუჭა. გემმა ძლიერ ტალღებს ვეღარ გაუძლო და ორ ნაწილად გადატყდა.
მდინარე ამაზონის ერთ-ერთ პორტში ოპერატორების მიერ დაშვებული შეცდომის გამო კონტეინერები წყალში ჩაიყარა. ძლიერმა დინებამ ისინი სწრაფად გაიტაცა. რუტინული სამუშაო მოულოდნელად ტვირთის გადარჩენის ოპერაციაში გადაიზარდა. კონტეინერების მდინარიდან ამოღებას 2 დღე დასჭირდა. გემებზე მუდმივი მორიგეობა უბრალო ფორმალობა არაა და ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ეკიპაჟი წესებს ყურადღებას არ აქცევს. Все, повалился. როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა ამ წის შესაძლებლობების სწორად ვერ შეაფასეს. ირონიულია, მაგრამ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად კიდევ უფრო დიდი ამწე იქნება საჭირო. ზოგიერთი სიტუაცია განსაკუთრებულად ტრაგიკულად გამოიყურება. ეს ამ გემის ბოლო წუთებია. ეკიპაჟმა იცის, რომ ხომალდის გადარჩენა უკვე შეუძლებელია. ესპანეთის ქალაქ ტარაგონაში მომხდარი ეს შემთხვევა ასახავს მომენტს, თუ როგორ იძირება 59 მეტრის სიგრძის ხომალდი ერთი შეცდომის გამო. წყობრიდან გამოსული გემის დასახმარებლად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. თავდაპირველად ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ სამაშველო კატერის მიერ გაკეთებული არასწორი მანევრის შედეგად გემი გადაბრუნდა. ხანდახან ასეთი ოპერაციებიც კი სრული კრახით სრულდება. სინგაპურის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო მარშრუტია. ამ ადგილას გემები თითქმის უწყვეტ ნაკადად მოძრაობენ, ამიტომაც აქ ნებისმიერი შეცდომა ორმაგად სახიფათოა. ამ კადრებზე ჩანს, თუ როგორ ეჯახება ვიეტნამური გემი თურქულ ბალკერს. გემი სერიოზულად დაზიანდა და მალევე მან ჩაძირვა დაიწყო. ეკიპაჟის ევაკუაცია სწრაფად მოხდა. ხომალდი კი მოგვიანებით პორტში გადაიყვანეს. არქტიკაში ეს ყინულის მჭრელი აისბერგს 20 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა. ასეთი გემები ყინულის გასატეხად და ისეთ ადგილებში მოძრაობისთვისაა შექმნილი, სადაც ჩვეულებრივი გემები ვერ აღწევენ, მაგრამ აისბერგი მხოლოდ ყინულის ნაჭერი არ არის, ეს უზარმაზარი წყალქვეშა მასაა. მის წინააღმდეგ ზოგჯერ ყველაზე ძლიერ გემებსაც კი გადარჩენის შანსი არ აქვთ. ასე გამოიყურება სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნეაპოლის პორტი ერთი შეხედვით მშვიდი და უსაფრთხოა, მაგრამ მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა ეს მცირე ზომის გემი სერიოზულად დააზიანა. მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ეკიპაჟის წევრები მზად ნამდვილად არ ყოფილან. ეს კადრები ბრაზილიაში მდებარე ქალაქი ბელენის სიახლოვესაა გადაღებული. ამჯერად გემის მთავარი წინაღობა ხიდის კონსტრუქციის ნაწილი აღმოჩნდა. ამბორანს მრავალი წლის განმავლობაში იზმირის ყურეში უამრავი ადამიანი გადახავდა. ახლა კი მის ისტორიაში ახალი ეტაპი დადგა. ბორანი გამიზნულად ჩაძირეს, რათა ის მომავალში ხელოვნური რიფის ნაწილად იქცეს. ზოგჯერ მეორე შანსი გემებსაც ეძლევათ.
გემები, როგორც წესი, ერთი პორტიდან მეორე პორტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიდიან, მაგრამ ამ ორმა გემმა ერთმანეთს გვერდი ვერ აუარეს. სატრანსპორტო კომისიამ დაადგინა, რომ ავარიის მიზეზი გემების არასწორი სიჩქარე და კაპიტნებს შორის ცუდი კომუნიკაცია გახდა. გემის წყალში ჩაშვების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მაგრამ ეს პროცესი ყოველთვის იდეალურად არ სრულდება. აი მაგალითად ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ამ ახალი გემის წყალში ჩაშვება ნამდვილ კატასტროფად იქცა. Kecil pas, terbalik, videonya cepat kasih masuk saya juga kasih masuk. 2018 წლის შემოდგომაზე იტალიური ბორანი ბარსელონას სპორტში პორტის ამ წესს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ამწე დაზიანდა, რაც მალევე სერიოზულ ხანძარში გადაიზარდა. ნორვეგიის ქალაქ ლევანგერში მომხდარი ეს ავარია იახტების მოყვარული ადამიანებისთვის ალბათ ნამდვილი კოშმარი იქნებოდა. ცემენტის გადამზიდმა სატვირთო გემმა პორტში შემოსვლის დროს 15 კატერი დააზიანა. ავარიის მიზეზი ტვირთმზიდის ძრავის გაუმართავობა იყო. სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, მდინარე სიანძინზე, ქვიშით დატვირთული ბარჯი ქალაქ ჩანშასთან დამაკავშირებელ ხიდს შეეჯახა. შეჯახების დროს ხიდის კონსტრუქცია არ დაზიანებულა და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. მექსიკის სანაპიროსთან ახლო მდებარე კუნძულისკენ მიმავალი კატერი შტორმში მოყვა. საშინელი ქარის მიუხედავად, ეკიპაჟმა ძლიერ ტალღებს თავი დააღწია და მოგზაურობის გაგრძელება უპრობლემოდ შეძლო. ამ კადრებზე ბერინგის ზღვაში სათევზაო გემის ჩაძირვის მომენტი ჩანს. გემის ჩაძირვა კაპიტნის მიერ დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც რატომღაც კურსის ქელი ყინულისკენ აიღო. ყინულთან შეჯახებამ კორპუსი დააზიანა, რის გამოც წყალმა გემში სწრაფად შემოსვლა დაიწყო. საბედნიეროდ 90 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი ახლო მდებარე გემზე სწრაფად გადაიყვანეს. ამ ინციდენტის შემდეგ ალბათ ვიღაცას პროფესიის შეცვლა მოუწია. ამ კადრებზე ბუნების რეალური ძალა ჩანს. ჩილეში მდებარე ქალაქ არიკას სანაპიროს შტორმი თავს მოულოდნელად დაატყდა. მრავალტონიანი გემებიც კი სტიქიისადმი უძლურნი იყვნენ. ეს ცნობილი ამფიბია ავტობუსია, რომელსაც დუბაიში ტურისტები ყოველდღიურად გადახავს. საბედნიეროდ, შეჯახების მომენტში გემზე ტურისტები არ იმყოფებოდნენ. Okay. नहीं. Out of control. ჩვენ ნახეთ, რომ ერთი შეხედვით მშვიდი ზღვის უკან იმალება ძალა, რომელიც შეცდომებს არავის პატიობს. ეს კადრები კი გვახსენებს, რომ გემების მართვა გამოცდილებას, დისციპლინას და ბუნების პატივისცემას გულისხმობს.